კარგია თუ არა მორიდებულობა. მოდი განვიხილოთ დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეები. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მორიდებული ადამიანი უპირველეს ყოვლისა სხვისთვის არის კარგი. როგორც წესი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მოგწონს ესეთი ადამიანი, ისეთი უბრალოა, ისეთი მორიდებულია და ეს თვისება სხვაში აღვქვთოვანებს, მაგრამ როგორც წესი საკუთარ თავში ცოტა არ იყოს გარკვეულ დისონანს შემოიტანს ხოლმე და შეგვიძლია საპირწონედ ერთმანეთის დავაყენოთ ორი ფაქტი, რომ ეს კარგია ვიღაცისთვის, მაგრამ ეს არ მოგწონს ჩვენ, რადგან ხშირად რაღაც გარკვეული ტიპის მიზნების მიღწევაში ხელს გვიშლის და შემდგომ რაც არ უნდა ფრთიანი ანგელოზი იყოს ადამიანი, უყურებს სხვას, ვიღაცა ისეთია, ძალიან თამამია, გამბედავია, აქტიურია, თვითონ მორიდებულია, ხედავს რომ ის სხვა შესაძლოა ინტელექტით ჩამორჩება კიდეც მას და ეს აწუხებს. ანუ ეს ორი ამბავი ერთ ადამიანში იწვევს გარკვეულ ტიპის შეუთავსებლობას, რასაც კოგნიტურ დისონანსს ვეძახით. და მოდი ახლა ვთქვათ მიზეზები მორიდებულობის რა შეიძლება იყოს. პირველი არის ალბათ ის, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ რაღაც ესეთ დასწავლილი რაღაცნაირი გარკვეული ტიპის აზრი გვაქვს, რომ მე არ ვარ თქვათ პირობითად წარმატების ღირსი და მირჩევნია ვიყო ჭრდილში. ეს არის ერთგვარი დასწავლილი ქცევა, დასწავლილი აზრი მშობლისგან ჩანერგილი ჩვენში, რადგან მუდმივად კრიტიკის ობიექტები ვიყავით და საკუთარ თავს ვერ ვაძლევთ აი ასეთი ტიპის წინსვლის განვითარების უფლებას. მეორე ხშირად არის ხოლმე ესეთი რამ, რომ ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ თავზე არც ისე კარგი ვართ. არც ისე კარგი ვართ, ეს მოდის ასევე ბავშვობიდან, როდესაც ჩვენ სხვას გვადარებდნენ და ეს შედარებამ, ეს მუდმივმა დაზომებამ სხვასთან ჩვენში გააჩინა სწორედ ასეთი აზრი, როდესაც დავნებდით მოკლედ ამ ფიქრს და ვაღიარეთ სხვისი უპირატესობა და ეს არც ისე კარგი ვარ გახდა ჩემი მეგზური თანამგზავრი. მეორეს მხრივ ეს პირიქით ხდება ხოლმე თითქოს ერთგვარი კომპენსაცია ხდება, რომ ყველაზე მაგარი მე ვარ, ესეც მეორე უკიდურესობაა, თავისთავად ცხადია, თუმცა ეს ორი მდგომარეობა სინამდვილეში ადამიანისა ერთმანეთს გავს. ამიტომ ეს არის მეორე დასწავლილი აზრი ჩვენში, რაც არსებობს. კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული, განსაკუთრებით ესეთ რელიგიურ საზოგადოებებში და ისეთ თემებში, სადაც არ ხალისდება ხოლმე თითქოს ერთგვარად წარმატება, არის ის, რომ მე უნდა ვიყო მორიდებული. შინაგანად ესეთი არ ვარ, მინდა რომ მეტი თქვათ გამოხატვა მოვახერხო საკუთარი გრძნობების, აზრების და ჩემი თავის, ასე ვთქვათ, მეტად გამოტანა მინდა გარეთ, მაგრამ მიკრძალავს გარკვეული რელიგიური დასწავლა და მეუბნება, რომ უნდა იყო ყდება მოსული, უნდა იყო მორიდებული, ყოველთვის სხვას უნდა დაუთმო თქმის აზრის გამოხატვის ამბავი, შენ არასოდეს არ უნდა გამოხატო, რაღაც თავისით მოვა ეს ყველაფერი და ასე შემდეგ. ეს ერთგვარი დასწავლა არის არასწორი ინტერპრეტაცია რელიგიურობის, ჩემი აზრით, რადგან მაგალითად პირობითად პავლე მოციქულს რო ესე ეფიქრა, ის ქრისტიანობას ვერ იქადაგებდა მაგალითად საბერძნეთში და ის როგორც რომის მოქალაქე იტყოდა, რომ მე რა ვიცი ხა მე არ მაქვს მაგისი ნიჭი და უნარი და მოდი სადღაც გავჩერდები, ჩემთვის ვიქნები მარტო გადაკარგულში. მორიდებულობა, ხანდახან ყალბი მორიდებულობა, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე აი ესეთი ჩვეულებრივად ცხოვრება ისე როგორიც ხარ. ანუ შეიძლება ადამიანი იყოს რაღაც არ გრძნობდეს თავს კომფორტულად საკუთარი თავის გამოხატვაში, მაგრამ ბუნებრივი მდგომარეობა ჩვენი მაინც ეს არის, რომ ჩვენი თავი, ჩვენი არსი უნდა გამოვავლინოთ და ეს გამოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ცხოვრებაში. კიდევ ერთი, რაც მორიდებულობას განაპირობებს ხოლმე, არის დასწავლილი ფიქრი და განწყობა, რომ მე რამე არ გამომივა. ამის მიზეზი, როგორც წესი, არის ჰიპერმზრუნველი მშობელი ჩვენს გვერდით, რომელიც ჩვენს ნაცვლად აკეთებდა რაღაცას, თქვათ.
მინდა რომ დავაჭედო ჩაქუჩით ლურსმანი, მშობელი გამომართოს და მეუბნება რომ თითში გაირტყავ, მომეცი მე გავაკეთებ შენს ნაცვლად. ამან დაგვასწავლა ჩვენ გარკვეული ტიპის ფიქრი და შემდგომ უკვე ქცევაც რომ რაღაც არ გამოგვივა და შესაბამისად ეს ფიქრი წარმართავს მე ჩვენს ქცევასაც იმის მიხედვით როგორც ვფიქრობთ. ამიტომ არ გამომივაც ხშირად არის ხოლმე რეალური სახე, რაც ამ მორიდებულობის, ასე ვთქვათ, უკან დგას. კიდევ ერთი გავრცელებული ამბავი არის ფიქრი, რომ მე არ ვიმსახურებ სიყვარულს. ეს ჩვენ დავისწავლეთ ისევ აღზრდის პროცესში, როგორც წესი ისევ მშობლისგან და როგორც წესი ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ჩვენ სიყვარულს ვიმსახურებდით მხოლოდ რაღაცის სანაცვლოდ. ამიტომ შესაბამისად აი ეს მორიდებულობა აი ამ სახით გამოვლინდება, ანუ უკან დგას არ ვიმსახურებ სიყვარულს განწყობა და წინ მე ჩვენი ქცევა რომ მეშინია სიყვარული რომ ვერ დავიმსახურო, მირჩევნია ვიყო ჭtildeში, მირჩევნია ვიყო ჩემს ნაჭუჭში და ვიყო ბჭყალებში მორიდებული. ეს ერთგვარი ტვინის მახია, რომლის დაძლევასაც რაღაც გარკვეული ტიპის ტექნიკები სჭირდება. ერთ მარტივს შემოგთავაზებ მე რამდენიმეს ვიყენებ ხოლმე წერით თერაპიის ჯგუფში და ერთ-ერთი გავრცელებული ამბავი არის მე დღიურების წარმოება არ მიყვარს, მაგრამ ეხლა სხვის ტექნიკას გაგიზიარებთ იმას, რასაც მე ვიყენებ, ის შეგიძლიათ ნახოთ თუ დაესწრებით კურსს წერით თერაპიისას. დღიურის ფორმა კი ასეთი არის, რომ ერთ მხარეს შენ პირობითად ჩამოწერ შენ თვისებებს, რა თვისებები გაქვს და მეორე მხარეს ჩამოწერ შენს მიღწევებს, აი რა მიღწევები გქონდა და რა მიღწევები გაქვს ახლა. და ყოველ დღიურად ეცდები, რომ შენი თავი, ასე ვთქვათ, ეს შენი თვისებები დადებითი, მოდი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება და შენი მიღწევები წარსულში ანახლა, ყოველდღიურად ჩამოწერო ხოლმე. აი ილია ჭავჭავაძის ეს ცნობილი სენტენცია შენ თავს კითხე დღეს ვის რა ვარგე, სწორედ აი ამისი რაღაც ერთგვარი ესე ვთქვათ გადაღეჭვა არის რა, იმიტომ რომ სხვას რა ვარგე, ესე იგი მე თვითონ როგორი ვარ, ანუ როგორი სასარგებლო ვარ, როგორც ადამიანი, არა მხოლოდ რესურსი ვიღაცისთვის, არამედ მე ჩემი თავისთვის, ამ ნაწილში ჩვენ უნდა შევაქოთ საკუთარი თავი, არ უნდა მოგვერიდოს. სერვანტესი ამბობს, ძალიან საინტერესო რაღაცას, უბრალოდ მისი პერსონაჟი დონ კიხოტი ამბობს, რომ როდესაც სხვა არ გაქებს და შენ ღირსი ხარ შექების, შენი თავის შექების არ მოგერიდოსო და ამას გირჩევთ, რომ თქვენი თავი შეაქეთ ხოლმე, თუ გჭირდებათ, რომ ძალიან რომ იყოთ მორიდებულები, იყავით, მაგრამ თუ გძნობთ შინაგანად, რომ შეგიძლიათ უფრო მეტი გააკეთოთ და გამოხვიდეთ გარეთ და გამოხატოთ თქვენი თავი ისეთები, როგორიც ხართ, იმიტომ თქვენ სამყაროსთვის ერთადერთები ხართ, ხო, განუმეორებელია თითოეული ადამიანი, ამიტომ მორიდებულობაში შეიძლება ბევრი რაღაცა სადღაც დაიკარგოს და ჩაიკარგოს და ბევრი ასეთი ადამიანი შეიძლება საერთოდ რაღაცნაირად სადღაც დაიკარგა. ამიტომ იყავით სამყაროსთან გახსნილი, გამოხატული და თუ მოგწონთ ეს კონტენტი, რასაც მე ვიღებ და ვდებ ხოლმე, გთხოვთ რომ მოიწონოთ, გააზიაროთ და გაჰყვეთ, ასე ვთქვათ, ამ ჩვენ გვერდს, რომელსაც ქვია ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა.